ჩვენ სრულად ვშლით თვითონ იმ იდეასაც კი, რომ რუსეთს სტრატეგიული ზურგი გააჩნია. და შენ იცნობ ამ ქვეყანას. და დიდი ხნის განმავლობაში რუსეთს ჯეროდა, რომ ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა. არავის სხვას არ ჰქონდა ასეთი ღრმა ზურგი, სადაც უსაფრთხოდ შეეძლო სამხედრო წარმოების, სამხედრო აღჭურვილობისა და ყველაფრის უსაფრთხოდ დაცვა, რაზეც მათი ომი იყო დამოკიდებული. ისინი ფიქრობდნენ, რომ ვერავინ მიაღწევდა მათ, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ. გუშინაც კი უკრაინულმა დრონებმა რუსეთის თავდაცვა გაარღვიეს და შეძლეს სიბირეში მდებარე რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება. და ეს გამონაკლისი არ არის. ეს არის ახალი რეალობა. და რუსეთში აღარ დარჩა არც ერთი დიდი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინას არ დაერტყა. და რას გულისხმობ დღეს, როცა ვამბობთ თანამედროვე ომს? თანამედროვე ომი მან ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს რევოლუციური ცვლილებებია ომის არსსა და თვითბუნებაში. ცვლილებები ისეთივე სერიოზული და ღრმა, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ტყვიამფრქვევებმა დაიწყეს დიდი ბრძოლების შედეგის გადაწყვეტა. ან თანამედროვე სატანკო ომის განვითარებასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს მთელ ევროპაზე ასეთი ღრმა გავლენა მოახდინა, ან კიდევ რაკეტების გამოგონებასთან. დღესდღეობით დრონები და ახალი ტექნოლოგიები, თანამედროვე შორმანძილზე ბრძოლის ტექნოლოგია წარმოადგენს სრულიად რევოლუციურ ცვლილებას ომის ტექნოლოგიაში. ამგვარად, უკრაინაში, როცა ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს ფრონტის ხაზზე და ამას სრულად გამართლებული თავდაცვითი ომის პირობებში ვაკეთებთ, ახლა ყოველთვიურად დაახლოებით 30,000 რუს ჯარისკაცს ვანადგურებთ. საკმარისია წარმოიდგინოთ ეს მასშტაბი. მხოლოდ ივნისის თვეში თითქმის 28,000 რუსი ჯარისკაცი იქნა ლიკვიდირებული. და ჩვენ გვაქვს თითოეული ასეთი შემთხვევის ვიდეო დადასტურება და სათანადო დოკუმენტაცია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ დარტყმით განადგურდა შეტევითი დრონების მიერ. და გუნწრფელად რო თქვა, ჩვენ აბსოლუტურად არანაირ სიამაყეს არ გვგზნობთ ამის გამო. სამწუხაროდ ჩვენ ყველანი ამის მოწმეებიც ვართ. იმის საჩვენებლად, თუ როგორი არის თანამედროვე ომი, ომი, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ იძულებულები ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების დასაცავად. ყოველდღიურად ეს ომი ასევე იწვევს მტრის უზარმაზარი რაოდენობის ტექნიკის, ლოგისტიკისა და სამხედრო ობიექტების განადგურებას. და კვლავაც, ამ ყველაფრის უმეტეს ნაწილს დრონებით ვაკეთებთ, დრონებით. ამავე დროს, ჩვენ ვატარებთ კამპანიას შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი საზღვაო დრონების გამოყენებით. ესენი მხოლოდ თავდასხმის პლატფორმები არ არის, რომლებიც გამოიყენება რუსული სამხედრო გემების გასანადგურებლად ზღვაში. ჩვენი საზღვაო დრონები უკვე გადაიქცა მრავალფუნქციურ პლატფორმებად, რომლებსაც ზღვიდან შეუძლიათ სხვადასხვა სამიზნეზე შეტევების განხორციელება ხმელეთზეც და ჰაერშიც. ამავე დროს, ჩვენ ვიბრძვით ცაში ორ მთავარ ფრონტზე. ვიცავთ უკრაინას რუსული თავდასხმებისგან და ვახორციელებთ ჩვენ შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის გამო, ასევე ჩვენ საშუალო მანძილზე ზეწოლის კამპანიას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მთელ სიგრძეზე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დრონების სხალობით, ჩვენ შევძელით შესაძლებლობის შექმნა, რომ დავარტყათ ოკუპირებული ტერიტორიის მთელ სიღრმეზე. და თქვენ ხედავთ, როგორ გამოიყურება რუსეთის მასიური თავდასხმები. ისინი ძალიან გავს იმას, რაც ჩვენ ახლახან ნახეთ მეზობელ რეგიონში, როდესაც ირანის ზალებმა მეზობლებს შეუტიეს. სხვადასხვა ტიპის საბრძოლო დრონები, რაკეტები და დიდი რაოდენობით რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ გავზარდეთ რუსული შაჰედის ტიპის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი 90%-ზე მეტზე. ეს ნიშნავს, რომ ყოველ კვირას 1000-ობით რუსულ საბრძოლო დრონს ვაგდებთ.
და მთელი პატივისცემით არც ერთ სხვა ქვეყანას არ ქონდა თავდაცვის უნარი ასეთი მასშტაბის საბრძოლო დრონების წინააღმდეგ. ამ ომის რეალობამ გვაიძულა აგვეგო ეს შესაძლებლობა და დღეს ჩვენ ვიცავთ თავს ასობით თავდასხმისგან, დრონებისგან, ყოველ დღე და ყოველ ღამეს და ათასობით თავდასხმისგან ყოველ კვირას და ყოველ თვეს. უკრაინის თავდაცვის სექტორი ამ შესაძლებლობას ავითარებს, მაშინაც კი, როცა ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ასევე ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალი დონის ჩაჭრის მაჩვენებელს ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, იმის წყალობით, თუ როგორ გვაქვს სტრუქტურირებული ჩვენი თავდაცვა. და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერასაც. მადლობას უხდით ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც აგრძელებენ უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარების მიწოდებას. დიდი მადლობა. და მაქვს თქვენთვის ერთი კითხვა. მართლა გჯერათ ამის? მართლა ფიქრობთ, რომ სწორი იქნებოდა ნატოს გარეთ დარჩენილიყო ქვეყანა და ხალხი ასეთი თავდაცვითი შესაძლებლობებით? თუ უკვე გვაქვს ეს შესაძლებლობები, თუ უკრაინელებმა უკვე იციან ასე ბრძოლა, მაშინ აზრი აქვს, რომ ეს შესაძლებლობები გახდეს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი. ეს ყველა ჩვენგანს უფრო ძლიერს გაგვხდის. ამჟამად ჩვენ უკვე სრულად სანდო პარტნიორებად თვლით თავს. და ბუნებრივია, რომ ერთიანი უსაფრთხოების საზოგადოების ნაწილი გავხდეთ. ფაქტია, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით პრობლემის წყაროს რუსეთის გვერდით. უკრაინა ნატოში არის განსაკუთრებული თავდაცვითი შესაძლებლობების წყარო. ამასობაში ჩვენ სრულად ვაქრობთ თვითონ იმ იდეასაც კი, რომ რუსეთს კონდეს სტრატეგიული გიული ზურგი. და შენ იცნობ ამ ქვეყანას. და დიდი ხნის განმავლობაში რუსეთს ჯეროდა, რომ ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა. არავის სხვას არ ჰქონდა ასეთი ღრმა ზურგი, სადაც უსაფრთხოდ შეეძლო სამხედრო წარმოების, სამხედრო აღჭურვილობის და ყველაფრის შენახვა, რაზეც მათი ომი იყო დამოკიდებული, სჯეროდათ, რომ ვერავინ მიაღწევდა მათამდე. და ჩვენ მივაღწიეთ მათამდე. უშინვე უკრაინულმა დრონებმა რუსეთის თავდაცვა გაარღვიეს და სიბირეთში მდებარე რუსულ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ეს გამონაკრისი არ არის. ეს ახალი რეალობაა. და რუსეთში აღარ დარჩა არც ერთი დიდი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინას არ დაურტყამს. მართლა მინდა ეს ხაზი გაუშვა? პუტინისგან განსხვავებით, ჩვენ ამ ომს არ ვაწარმოებთ. უბრალოდ სიამოვნებისთვის ან გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. რუსეთმა პირდაპირ მოიტანა ეს ომი უკრაინაში. და ჩვენს ხალხს სიცოცხლეს ართმევს. ის ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურებას ცდილობს და ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავთ. ამ ომის პირველივე დღიდან ჩვენ თავს ვიცავთ და ვზრდით ამ ომის ფასს რუსეთისთვის და ამით ვზრდით მშვიდობის შანსებს. ჩვენ ამას ვახერხებთ ჩვენი თავდაცვის სფეროში დასაქმებული ასობით ათასი უკრაინელის და ასობით კომპანიის წყალობით, რომლებიც ყველა სახის თანამედროვე იარაღს აწარმოებენ. უკრაინას სჭირდება. დღეს ამის გამო უკრაინას მსოფლიოში ყველაზე დიდი და მოცინავე დრონების საბრძოლო შესაძლებლობები აქვს. და ჩვენ ამ შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ინიციატივა დრონ დილის საშუალებით. მადლობელი ვარ ყველას, ვინც უკვე შეუერთდა ამ ინიციატივას და მათაც, ვინც ახლა უერთდება. დრონ დილის ინიციატივა მხოლოდ დრონების შეძენას არ ეხება, არამედ ერთობლივ წარმოებასაც. დაჩქარებული წვდომა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საშუალებებზე, საჰაერო თავდაცვაზე და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ლიდერს, თითოეულ ქვეყანას და თითოეულ კომპანიას, რომელიც უკრაინასთან თანამშრომლობს თავდაცვის სფეროში. ევროპის კავშირი, თურქეთი, ნატოს ქვეყნები, ისევე როგორც აზერბაიჯანი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და სხვა მეგობრები უკვე ჩვენი ძლიერი პარტნიორები არიან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს ერთერებს საიმედო დაცვას მისცემს საფრთხეებისგან.
ევროპაში ერთადერთი რაც კიდე უნდა გავაკეთოთ, არის ძლიერი თავდაცვის შექმნა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ეს დიდი გამოწვევაა, ეს მართალია. ეს რუსეთის ბოლო დიდი უპირატესობაა. ასევე ჩვენთვისაც და როგორც ვნახეთ, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ომებში ეს გლობალური მნიშვნელობის საკითხია. და მჯერა რომ ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემების და მათთვის საჭირო რაკეტების წარმოების შესაძლებლობა. ჩვენ ყველანი ვაფასებთ პატრიოტის სისტემას. ეს შესანიშნავი სისტემა, მართლაც შესანიშნავი. და სხვა სისტემებიც არსებობს. მაგრამ მიმდინარე ომებმა აჩვენა, რომ პატრიოტის სისტემის არსებული წარმოება არ არის საკმარისი მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვისთვის. ეს რეალური ფაქტია და ჩვენ გვჭირდება ამაზე რეაგირება. ისინი, ვინც იცავენ სიცოცხლეს, საჭიროებენ მეტი პატრიოტის თავდაცვით სისტემას. ჩვენ ასევე განვიხილეთ პატრიოტის წარმოების ლიცენზიები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ ზალისხმევას, რომ ეს მოხდეს. და ბოლო საკითხი. როგორც უკვე ვთქვი, ევროპას სჭირდება საკუთარი ეფექტური ანტიბალისტიკური სისტემები და რაკეტები. და ეს სამუშაო უკვე მიმდინარეობს. და გთხოვთ თქვენ და ჩვენს ყველა პარტნიორს სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამას. და ეს ვერ დაელოდება 2030 წლამდე ან მის შემდეგ. ევროპას სასწრაფოდ სჭირდება ხელმისაწვდომი და მასობრივად წარმოებული ანტიბალისტიკური სისტემები. რაც შეიძლება მალე. სიმართლე რო თქვა, დღესვე. და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დამეთანხმებით, ეს არ არის მაქსიმალური მოგების მიღებაზე მთავრობებისთვის ან ინდუსტრიისთვის. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა ყველაზე ძლიერი დაცვის უზრუნველყოფას. დაცვა ასობით მილიონი ევროპელისთვის. და ეს დაცვა დღეს არის საჭირო არა რამდენიმე წლის შემდეგ. ჩვენ მუშაობთ საჰაერო თავდაცვის კოალიციის განვითარებაზე და იმედი მაქვს, რომ ის მართლაც მყარ შედეგებს მოიტანს. სანამ ეს ომი გრძელდება, გთხოვთ დაგვეხმარეთ მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტის მოპოვებაში. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ამ მომენტში. ყველაფერ დანარჩენს ჩვენ თვითონ შევძლებთ. მაგრამ როდესაც საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება, ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე გვჭირდება. გთხოვთ მეტი გადაწყვეტილება და მეტი სიმტკიცე იყოს, რათა საჰაერო თავდაცვა გახდეს ნატოს ანკარის სამიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი. და მე მოგიწოდებთ თქვენ და ნატოს ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოთ ჩვენთან უკრაინასთან. თანამედროვე თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის და ყველა სახის დრონული საფრთხისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. გმადლობთ. გმადლობთ ყველას, ვინც გვეხმარებით და სიცოცხლის დაცვაში გვეხმარებით. ვერ დავასრულებ მადლიერების გამოხატვის გარეშე იმ ქვეყნების ლიდერების მიმართ, რომლებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატოს ეკუთვნის. რადგან ნატო უკრაინასთან ერთად არის ალიანსი მომავლისთვის. დღევანდელი ალიანსი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს. უკრაინასთან ერთად ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის ძალით და რაც მთავარია, გამძლეობით. და ჩვენი ხალხის მთელი გამოცდილებით. მე ძალიან ვამაყობ ჩვენს ხალხით და ძალიან ვამაყობ უკრაინით. დიდი მადლობა საფრანგეთო, კიდევ. ერთხელ კიდევ ამისთვის. ესეთი განსაკუთრებული მოწვევისთვის. დიდება უკრაინას. გმადლობთ. თავბატონებო და ბატონებო, გთხოვთ, ახლა დიდი ტაში უკრაინის პრეზიდენტისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაღებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.